მოგესალმებით, აი დაგიბრუნდით და მამა გიორგი ჩაჩავასთან ერთად აუცილებლად მინდა რომ მოვიკითხოთ დღეს აუცილებლად უცხოეთში მყოფი ქართველი პატიმრები და ის ადამიანები, ვინც ასაკოვნები ხართ, ვინც გიჭი, ვინც ჭირისუფლები ხართ, აუცილებლად მინდა რომ რაღაცნაირად ბედნიერება, სიხარული გისურვოთ, მომავალი მარიამობა, ღვთისმშობლობა მოგილოცოთ და ის ადამიანები, ვინც პატიმრები ხართ, რაღაცა ყველას მინდა რომ მთელი სიხარული და ბედნიერება გისურვოთ სამომავლო და აუცილებლად ეს იქნება. მთავარია რომ ამის გჯეროდეთ და აუცილებლად ღმერთი აუცილებლად არ მოგაკლებთ ამას და მამა გიორგი, თუ შეიძლება მამა ფერისცვალობა იყო, რო არ გკითხოთ ამასთან დაკავშირებით, არ შეიძლება, დაგლოცეთ, მადლობა რომ მობრძანდით, სტუმრად რო ხართ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე მინდა დავლოცო ჩვენი საყვარელი მაყურებელი, ვისთანაც ერთად ჩვენ უკვე რაღაცნაირად უკვე როგორც ერთი გუნდი ვართ და ჩვენ ხვდებით, საუბრობთ სხვადასხვა საკითხებზე. ღმერთმა ქნას რომ ეს ჩვენთვის იყოს აუცილებლად სასარგებლო გახდეს და მე გამეხარდება რომ 1 საათის საუბრიდან რომ ერთი ჩემი ნათქვამით სიტყვაც რომ სასარგებლო იყოს მათთვის, ესე იგი მე ჩემი მისია აქ შევასრულე. და მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ ეხლა ხანს გავიარეთ ჩემთვის ძალიან საყვარელი დღესასწაული ფერისცვალება უფლისაღთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. და ეს დღესასწაული არის ძალიან მნიშვნელოვანი. დოგმატური თვალსაზრისით. მე მინდა გითხრათ რომ საერთოდ ეს ამ დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყეს აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ეკლესიებში მე-4-მე-5 საუკუნიდან. აქამდე არ დღესასწაულდნენ. და კათოლიკურ სამყაროში მხოლოდ მე-15 საუკუნიდან. მაგრამ ყველა ეკლესია მიხვდა ამ დღესასწაულის დიდი მნიშვნელობა. დოგმატური მნიშვნელობა. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ განსაკუთრებით აღმოსავლურ ეკლესიებში როცა დაიწყო გავრცელება სახარების, მასთან ერთად დაიწყო გავრცელება მწვალებლობა. და შესაბამისად აი ამ დღესასწაულს აქვს ძალიან დიდი ნიშნულობა და გინდათ ჩვენ ვიცით ეს ცნობილი ყველაზე საშინელი იმდროინდელი პირველი მწვალებლობა რაც არის აი წმინდა ნიკოლოზის რო გამოვიდა არიოზის აი ამ დღესასწაულში არის პასუხი იმ არიოზის ხო და აქედან გამომდინარე ამ დღესასწაულს აქვს ძალიან ლამაზი ეს დღე არის აი ემოციურად ლამაზი დღე არის მაგრამ ამავე დროს დოგმატურადაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და რა თქმა უნდა ამ დღესასწაულში ჩემთვის არსებობს ერთი კითხვის ნიშანი რომელშიც არსებობს სხვადასხვა ღვთისმეტყველებებში პასუხი მაგრამ მაინც მე არ ამგონია რომ ბოლომდე ჩვენთვის ეს გასაგები იყოს ანუ ჩვენ ვიცით რომ ქრისტე თავის მოწაფეებთან ერთად ადის თაბორის მთაზე მაგრამ ეს ასვლა იმ მთაზე ჩვენ არ უნდა განვიხილოთ ცალკე აიყო ერთ-ერთი მოვლენა რამდენიმე დღით ადრე რომელთანაც ერთად ეს არის მობმული დოგმატურად ანუ რა ეს არის ის ადგილი ჩვენ სხვათა შორის ადრე ვისაუბრეთ ამ თემაზე როცა ქრისტემ კითხა თავის მოწაფეებს თუ რას ფიქრობს ადგილობრივი ხალხი მის შესახებ ანუ ვინ არის ქრისტე და მათმა უთხრეს რომ ზოგს გონენ რომ წინასწარმეტყველი ხარ ზოგს ელია დაბრუნდა ცოცხლად იყო აღტაცებული და ასე შემდეგ და ხოლო პეტრემ თქვა შენ ხარ ქრისტე ძე ღვთისა ცხოველისა და მან თქვა რომ ოჩახ შენ ისა შენ თვითონ კი არ თქვი მამა ჩემის მან გაგაგებინა შენ და მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მე სხვათა შორის ძალიან განგიცხა როცა მოყვა ხო რომ უნდა იორესემ შევიდეს და იქ უნდა ჯვარსაცვან დამოკლა რომ ქრისტემ სთხოვა რომ პეტრემ სთხოვა რომ მოდიო რა ისე რამენად გავაკეთო რომ ეს ხვედრი აგარჩილო პირველად უწოდა ხო აგარჩილო შენ ეს ხვედრი და ქრისტემ ეშმაკი ეწოდა მას და ეხლა მოდის ეს დღესასწაული როცა ისინი ადიან თაბორის მთაზე ნუ თვითონ მოწაფეებმა არიციან რა უნდა მოხდეს რა თქმა უნდა წინასწარ არიციან ჩვეულებრივ ადიან მთაში და აი აქ ჩემთვის არის ერთი ცოტა აი გაუგებარი მომენტი და ნუ ზოგი ბევრი ღვთისმეტყველი და წმინდა მამაც კი ცდილობს ამის ახსნას მაგრამ ჩემთვის ბოლომდე არ არის მაინც გასაგები ანუ ქრისტემ აიყვანა მარტო 3 მოწაფე
ეს არის პეტრე, ივანე და იაკობი. კი არსებობს მაგაზე პასუხი და მე ბევრი ახსნა. ხო, ახსნა არსებობს, მაგრამ მაინც რატო არა იყვანა 12-ვე? ჩემთვის ბოლომდე ჯერჯერობით მაინც გაუგებარია, მე გეტყვით რომ ჩემთვის გაუგებარია. იქ არის ისა რომ პეტრეს ყველაზე მეტად უყვარდა ქრისტე, ქრისტეს ყველაზე მეტად უყვარდა იოანე და იაკობი კიდე იყო ის პირველი მოწამე მოციქულებიდან, პირველი მოწამეუბრების სიკვდილი მიიღო იაკობმა. ხო. არის ის, ამიტომ ეხლა დღეს ჩვენ სამწუხაროდ მოკლე გადაცემა გვაქვს და ამაზე რომ ეხლა ჩვენ წავიდეთ შორს მოციქულების ბედზე რომ ვისაუბროთ, სხვადასხვა ამაზე საინტერესო იქნება. ხო, საინტერესო იქნება, მაგრამ დღეს უკვე ცოტა სხვა ხაზი გვაინტერესებს ჩვენ. ის რომ ისინი რო ადიან ამ თასში, ხო? აქ სხვათა ამის შესახებ წერს მარტო 3 მახარებელი, მათე, მარკოზი და ლუკა. სინოპტიკოსები. 3 მახარებელს ჩვენ უწოდებთ სინოპტიკოსებს, ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს სახარებები აქვს. თვითონ იოანე, ვინც ესწრებოდა იქ, მას არ აქვს ამის შესახებ დაწერილი. და იქ იოანე საუბრობს მეორეთ მოსვლაზე. ხო, ეს თავისი იმაში აპოკალიფსის შეკ კიდე სხვა ის არის. და აქ რა ხდება? ესენი ადიან და ნახეთ, სხვათა შორის ინფორმაცია საკმაოდ მწირი არის. დიახ. ისინი ადიან მთაზე, თვითონ ეს უკვე სიმბოლო არის მთაში ასვლა. შენ ადამიანს თუ გინდა რომ ღმერთთან მიხვიდე, შენ უნდა მოწყდე რაღაცას, სადღაც დაბლა, სადღაც შენ რო იმყოფები, არა, შენ უნდა ახვიდე მთაზე. და სხვათა შორის მთაზე ასვლა ეს არის ღმერთთან შეხვედრა მთაზე, ეს არის ძალიან ჯერ ძველი აღთქმიდან ჩვენ გვახსოვს მოსე როგორ ადის სინას მთაზე, იმ მომენტში მთელი ის არის მიწისძვრა არის, მთელი მთა ქანაობს, ესე იგი რაღაცა კვამლი ამოდის იმ მთიდან, რაღაც მეხი ეცემა იმ მთას და ღრუბელი არის და მოსე ადის იქ, რომ თქვენჩით რომ იქ მიიღო ისეთი მცნება. თვითონ ესე იგი ეს სისტემა, რომ შენ თუ გინდა რაღაცა განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდეს ღმერთთან, ეს ხდება მთაში. და ჩვენ ძალიან ბევრი ესეთი საინტერესო მონასტრები, მართლმადიდებლური მონასტრები არის აშენებული მთაზე, აგერ ზედაზენი, კიდაც ავიღოთ, ხო, როგორი ადგილია. და როცა ისინი იქ ადიან, ნახეთ რა ხდება, მათ ეცხადება მოსე და ილია. რა ხდება, ჯერ ქრისტე გაბწყინდება და ისინი ხედავენ ქრისტეს გაბწყინებულს. ოღონდ გაბწყინება, განათება მისი როგორ ხდება? ის კი არ არის, რომ გარედან მას ანათებს სინათლე და ის განათდა. ხო, შეიძლება ვიღაცას რაღაცა სინათლე მივაშვიროთ, პროჟექტორი და ის ძალიან კარგად განათდება, გამოჩნდება. არამედ მან თვითონ შინაგანად განათდა. ადამიანური ბუნებით და რაც თავარია, ეს ისთვის ვიდოდა ჩვენ ეს არიოზის ისა რომ საქმე იმაშია რომ ქრისტე კი არ იყო ნახევრად ადამიანი, ნახევრად ღმერთი. ქრისტე იყო მთლიანად ადამიანი და მთლიანად ღმერთი. ეს დოგმატური საკითხია, მე მინდა რომ სმენელმა დაიმახსოვროს და არასდროს არ შეეშალოს, რომ ქრისტე არ იყო ნახევრად ადამიანი, ნახევრად ღმერთი. ზოგს ასე გონია, რომ ეს ადამიანით ის არა. ქრისტე იყო მთლიანად ადამიანი, სრულყოფილი ადამიანი და სრულყოფილი ღმერთი. და ის გაბწყინდა თავისი ადამიანური ბუნებით. და რა მოხდა იქ? მას გამოეცხადა მოსე და ილია წინასწარმეტყველი. და დაიწყეს მასთან საუბარი. მათეს და მარკოს არ აქვს ნახსენები, რაზე აქვს საუბარი და ლუკასთან იქ არის ნახსენები, რაზე ისაუბრეს. და იქ წერია, რომ მათო ისაუბრეს ქრისტეს აღსასრულზე, როგორ უნდა მივიდეს იერუსალიმში და როგორ უნდა ივნოს და ჯვარს ეცვას და როგორ უნდა მოკვდეს. ამაზე საუბრობენ.
მაგრამ ქრისტე როგორ ილოცა და რანაირად ილოცა ეს არავინ არ იცის და სხვათა შორის მიხედვით იმისა რომ პეტრემ ცოტა ხნის წინ უკვე მიიღო ქრისტესგან ასეთი განკიცხვა როცა გარვეთ სატანა მაინც კიდე შეეცადა რომ რაღაცნაირად და ეუბნება ქრისტესო აიო რა კარგიაო აქო მოდი სამი ტალავარი ანუ სამი კარავი შევქნათ ერთიო შენთვისო ერთი მოსესთვის ერთი ილიათე და აქ ვიყოთო რა არ ჩახვიდე დაბლა იმიტომ რომ არ უნდა რომ ქრისტე ჩავიდეს და იქ ისაკნას და სთხოვა ნუ და მაგრამ აქ საინტერესოა თვითონ რომ მას ეცხადება მოსე და ილია. ახლა ნახეთ მოსე არის რელიგიაში კანონის ავტორი. ანუ მოსემ მოიტანა კანონი. და აქედან გამომდინარე როცა მოსე არის ბოლომდე კანონის ავტორი და მთელ ებრაულ რელიგიაში კანონის ავტორი არის, ხო, როცა ეს ადამიანი მოდის და ქრისტესთან საუბრობს ამით ხდება გაქარწყლება აი იმ ზოგი ფარისევლის და მწიგნობრის რომ ისინი ამბობდნენ რომ შენო კანონსო არღევ ებრაულ კანონსო ხო როცა შაბათს განკურნავდა საერთოდ ამბობდა რომ მე კანონზე მაღლავარო ანუ მოსე კანონის მომტანი ის არ დაელაპარაკებოდა პიროვნებასთან რომელიც დაარღვევდა კანონს ხო მას არ გამოეცხადებოდა ანუ მოსე იყო კანონის ავტორი და ილია წინასწარმეტყველი იყო განსახიერება წინასწარმეტყველებების. სხვათა შორის ელიასაც ღმერთმა საუბრა, როცა ის მთაზე ამოვარდა და ღმერთო, ყველანი დაიჭირეს, მოკლეს და ჩემს სულსაც ეძებენო. ხო. ერთი მე მახსოვდა, ერთი ლენინგრადში ერთი კურსელი ყავდა. ხო და იქ ბოლო კურსზე არიან და ბევრი ჩვენი კურსელი დაქორწინდა და კიდე ერთი ქორწილი რო ჯვრისერა ჩატარა ჩვენ კურსელის ის მოვარდა და ყვირისო ყველანი დააქორწინეს და ჩემს სულსაც ეძებენო ილია წინასწარმეტყველის სიტყვები ნუ ჩვენი ხუმრობებიც ასე იყო ბიბლიური სიტყვები ხო და ილია იქაც ისიც მთაზე იყო ხო და როცა გამოცხადდნენ იქ ელია და მოსე ანუ რა ქრისტეს გამოეცხადა კანონი და წინასწარმეტყველი და ქრისტე არის და მერე ისინი ხო ხრებიან მიდიან ანუ ამით რა სიმბოლო არის რომ დამთავრდა დრო კანონის და წინასწარმეტყველების ანუ დადგა ქრისტეს დრო დადგა ხო ეს ხოთშორის ხო აი ამაზე არ არის გამახვილებული ხო და ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ეს არის ამით ღმერთმა აჩვენა რომ всё დამთავრდა კანონის დრო ანუ ის როგორც ძველი აღთქმაში რომ რაღაცა კანონზე იყო აწყობილი არა სიყვარულზე ქრისტეზე არის აწყობილი უკვე ქრისტე არის ჩვენთვის კანონიც და წინასწარმეტყველიც რომ მე ადრეც თქვი რომ ერთი ზოგიერთი ადამიანი რო წუხს რომ რატო არის რომ დღეს არ არიან ისეთი დიდი წინასწარმეტყველები როგორც უწინ იყო და მე ვამბობ რომ ქრისტეს შემდეგ აღარ არის საჭირო და აი ესეც იყო ისა და კიდე ერთი მომენტი მოსე ხო ნახეთ მოსე ხო ისრაელის იმაში ვერ შევიდა მიწაზე. მან მიიყვანა ისრაელის საზღვრამდე ერი და ღმერთმა არ მისცა საშუალება რომ შესულიყო და იმაზე რა ქვია ერთ-ერთ მთაზე ზემოდან გადახედა ამ თავის ქვეყანას და იქ გარდაიცვალა სადღაც წავიდა და მისი საფლავი დაკარგა. ხატის ხათაშორის ესე ზემოთ რო არის. ხატიც არის ეგეთი რა. ხო, მაგრამ მისი საფლავი არ არის, უცნობია სად არის. ანუ მოსე ვერ შევიდა ისრაელში. და აი აქ პირველად თაბორის მთაზე მოსე ფიზიკურად შემოვიდა, ანუ ეს წინასწარმეტყველი როდისღაც ის შევა ისრაელში. ხო და აი მოსე შევიდა ისრაელში უკვე ქრისტეს მეშვეობით
მაინც მისმა ფეხმა აი მართმის მიწაზე დადო ფეხი ამდენი საუკუნის შემდეგ. აუ რა საოცრება, ისე გამამოუ რა რაღაცებზე ამახვილებთ ყურადღებას, ეს კარგია. ასე რომ აი ეს მაინც აღსრულდა მოსეს ოცნება, რომ ის ფიზიკურად აღმოჩენილი იყო ისრაელის ტერიტორიაზე. და ილია წინასწარმეტყველი, ხო? ეს არის ერთადერთი წინასწარმეტყველი, რომელიც ღმერთმა ცოცხლად აღიტაცა ზეცაში. ანუ ის არ მომკვდარა. ანუ სხეულით არის ასული ზეცაში. ანუ მას გამოეცხადა პიროვნება, რომელიც გარდაიცვალა და ზეცაში არის და რომელიც არ გარდაიცვალა. ამით ღმერთმა თქვა, რომ ღმერთი არის ცოცხლების და მკვდრების ღმერთი არის. რომ იქნება სიკვდილიც და სიკვდილით მოვა სიცოცხლე, აი ქრისტე რომ გაცოცხლდება. აი ეს ამისი ეს იყო. და აქედან გამომდინარე ჩვენ გვესმის რომ აი ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი დოგმატური ხასიათს ატარებს. და მერე და რაც მთავარია, მერე ჩვენ ბოლოში გვესმის როცა პეტრემ ასე უთხრა რომ მოდიო სამი ტალავარი გავაკეთოთ ღრუბელში და იქიდან ხმა ისმის რომ ეს არის ძე ჩემი ხო და ანუ და მაგათ ძალიან შეეშინდა და დაეცნენ იმაზე პირდაპირ სახით მიწაზე და მერე ქრისტემ ცოტა ხანში გამოაფხიზ და უთხრა ნუ გეშინია დადეკითო და ანუ აქ გამოცხადა საბოლოოდ ქრისტეს სტატუსი ანუ პირველათაც იყო ეს ხმა როდესაც ნათლისღების დროს თქვენ გასულთ ხო როგორ ნათლისღების დროს და მეორედ აქ ორჯერ ღმერთმა დაადასტურა ქრისტეს სტატუსი და ამიტომ ეს დღესასწაული არის ძალიან ლამაზი თავისი ბუნებით და რა თქმა უნდა ეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაული არის და აი მე მართლა ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული და აი ძალიან ველოდებით ამ დღესასწაულს და რაღაც აი სინათლე შედის ჩვენ გულებში მაგრამ ეხლა მოდის შემდეგი შეკითხვა კი ძალიან კარგია ჩვენ ეხლა რასაც ვისაუბრეთ რაზეც ვისაუბრეთ ეს ძალიან კარგია ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ჩვენ რა უნდა გამოიტანოს ხო ანუ რა ჩვენ ანუ რა იმიტომ რომ თუ ჩვენ აი ეს ყველა მოვლენები ბიბლიიდან მარტო მხედველობაში მივიღეთ იგი გასაგები ვიღაც ათეისტი საერთოდ არ ღებულობს მხედველობაში ჩვენ ვღებულობთ მხედველობაში მაგრამ ეს საკმარისი არ არის თუ ის რაღაცნაირად არ იმოქმედა ჩვენ ცხოვრებაზე ჩვენზე ანუ ეს ყველაფერი არის ჩვენთვის რომ რაღაცნაირად ეს ამ ყველა მოვლენამ უნდა ჩვენზე იმოქმედოს. თუ ამ მოვლენებმა ჩვენზე არ იმოქმედეს, ჩვენი ცხოვრება არ შეცვალეს, მაშინ ჩვეულებრივი სტატისტები ვიქნებით ჩვენ. ხო? რამდენი ხანია უკვე ჩვენ რასაც დღესასწაულობთ ამ დღესასწაულს ჩვენ ცხოვრებაში, ხო? მოდის დღესასწაული გადის რა უნდა შეცვალოს აი ამ დღესასწაულებმა, იმიტომ რომ აი ნახით მამაო დააკვირდით, იქ 3 მოციქულიდან 2 მერე შემდგომ შეშინებულია მისი ჯვარცმის დროს, ხო? იონესგან ნუ იონე ჯორამდე მიყვა, ხო? ხო, მაგრამ იქ ბაღში როცა აიყვანეს ქრისტე, ყველამ გაიქცა. ხო, მაგრამ იონე იყო ერთ-ერთი დაჭა ის სიტყვაზე ჩვენა წარმოიდგინეთ თან მოციქულთა თავზე არის აქ საუბარი, ხო? სიტყვაზე აი აქ მამაო რა არის? წარმოიდგინეთ ხილულად ქონდა და იცოდა და როგორ უყვარდა რომ ეუნებოდა იქნებ აქ დავჭრით და არ გაცვან ჯორს რაღაცა და იქ სადაც ქრისტე ეკითხება ქრისტეს ხო პეტრეს რამდენჯერ ეკითხა პეტრე გიყვარვა რომ მეო? აბა. ხო 3ჯერ ხო კითხა. ხო მიყვარხარო ხო ანუ აქ რა ხდება იცით ამიტომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხდება და ჩვენ რა და მოდით ასე ვთქვათ საქმე იმაში არის რომ ადამიანი ჩვენს გვაქვს უნარი რომ ასევე ფერი ვიცვალოთ მაგრამ როგორ ჩვენ საქმე იმაშია რომ ადამიანი რასაც უყურებს ისეთი ხდება ანუ ჩვენ რასაც ხედავთ როგორიც არის ანუ ჩვენ უნდა ქრისტესთან ერთად ჩვენ ფერი ვიცვალოთ
და ნახეთ, აი ერთი ძალიან მოკლე ერთი წინადადება, რასაც გვეუბნება ჩვენ, აი მინდა წაგიკითხოთ. აგი შეხედეთ, ეხლა რა უნდა მოხდეს. აი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მინდა რომ აი კარგად მომისმინოთ. ჩვენ კი დაუბურავი სახით რომ ვჭრეთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, იმავე სახეთ გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან. ანუ რა ხდება? ჩვენ, ეხლა პავლე მოციქული რაც გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა უყუროთ უფლის სახეს და იმ განჭვრეთით ჩვენ აი როგორც სარკეში რაღაცას ხედავ, აი ასევე ჩვენს გადავიქცევით და ის დიდებიდან დიდებაში. ანუ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანი რასაც უყურებს, რასაც ხედავს, ისეთი ხდება. აი ჩვენ ვინ ვართ? ჩვენ რატო ვართ ასეთები? ჩვენ რო დავიბადეთ ამ პლანეტაზე, როგორი პლანეტაც დავინახეთ, რასაც ჩვენ ხედავთ, ჩვენ იმისი ისა ვართ, პროდუქტი ვართ, ხო? ამ სამყაროს პროდუქტი ვართ. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თუ ჩვენ რას უყურებთ. აი მინდა გითხრათ, აი ეს ცნობილი სათვალეები ვეიფერლის ფირმა უშვებდა რეიბანებს, სათვალეებს. და რატო ჯერ რო გამოუშვა, რამდენიმე წელიწადში რამდენიმე 1000 ყიდნენ. მაგრამ მერე ეს რეიბანები გაიგეთა მან კენედიმ პრეზიდენტმა და მე მილიონობით უამრავ სხვა სახეობებმა იქნეს და ესე იგი უცბად მისი გაყიდვები გაიზარდა საოცრად იმაზე. რატომ? იმიტომ რომ ადამიანები რო უყურებდნენ აი ცნობილ პიროვნებებს, მათაც უნდათ იმ ვარსკვლავური ცხოვრების ნაწილად ქცეულიყვნენ და აი სათვალე იყო რაღაც საშუალება რომ ისინიც აი ასეთები გავხდარიყვნენ. ანუ ყველა ადამიანი ქმნის რაღაც კუმირს. მაგრამ ბავშვობაში შეიძლება ჩვენ ათეისტურ სამყაროში ცხოვრობდით და არასწორი კუმირები ყავდა. ხო. მაგრამ ადამიანი იზრდება და მასთან ერთად ადამიანი იცვლება და ჩვენ სწორ კუმირებს ვქნით. და საერთოდ აი შეხედეთ, აი რას გვეუბნება ძალიან მნიშვნელოვანია. აი შეხედეთ, რას გვეუბნება? შვილნო ჩემნო, რომელთათვისაც კლავაც მშობიარობის სალმობით მელმის ვიდრე თქვენში გამოისახება ქრისტე. ანუ რა ხდება? ჩვენი ამოცანა არის რომ ჩვენ დავემსგავსოთ ქრისტეს. აი ახლა მოდით ავიღოთ მოწაფეები, ხო? ისინი რომ ქრისტესთან ერთად დადიოდნენ 3 წელიწადი, ბოლოში ისინი უკვე დაემსგავსდნენ ქრისტეს. ქრისტესავით საუბრობდნენ, ქრისტესნაირი შეფასებები ჰქონდათ რაღაც მოვლენების, ქრისტესავით რაღაც სასწაულებს აკეთებდნენ. იმიტომ რომ ისინი ასეთები გახდნენ. და ჩვენც და ამიტომ უკვე აი ამ მოციქულების მიმდევრებს დაარქვეს ქრისტიანები. და რა შეშოს ქრისტიანი? ანუ ჩვენ აი მე და შენ ვართ ქრისტიანები, ანუ ვინ ვართ ჩვენ? ანუ ქრისტეს პატარა მოდელი ვართ. თურმე უნდა ვიყოთ, მაგრამ ვართ, რა კი ჩვენ თავს უწოდებთ ქრისტიანებს, ესე იგი ჩვენ ვართ ქრისტეს პატარა მოდელები, პატარა ქრისტეები ვართ. ხო, პატარა ქრისტეები ვართ. მაგრამ ვართ, აი ვცდილობთ, მაგრამ იმისთვის რომ ჩვენ ესე იგი გავხდეთ ხო ქრისტიანები, ჩვენ უნდა არ მარტო მნიშვნელობა არ არის რომ ჩვენ კაი რაღაცებს უყუროთ. ჩვენ არ უნდა უყუროთ ცუდ რაღაცებსაც არ უნდა უყუროთ. აი დაუშვათ, აი ძალიან საინტერესო ის არის. ერთხელ მახსოვს თქვენ თქვით მამაო, რომ ესეთ რაღაც თქვით რომ მე ვეხავ ძალიან მაგარი ქრისტიანი მღვდელი რო ვიყო, საავადმყოფოში რო შევალო ადამიანს ხელს დავადებო. შემილია რომ გამკურნო, წარმოიდგინეთ, აი ანუ რა მაგარი ძალა, მაგარი ქრისტიანობა რა. ხო. აი ნახეთ. მეასე ფსალმუნი დავითის ძალიან ლამაზი პატარა მოკლე ფსალმუნია და რას ამბობს? ესე იგი იმისის რომ ჩვენ გახდეთ ქრისტეს იმიტაცია, რა უნდა გავაკეთოთ?
არა დავიდებ წინაშე თვალთა ჩემთა საქმე უსჯულოი. ანუ თვალი რასაც ხედავს, აი თვალი რასაც ჭამს, აი როგორც ჩვენ საკვებს რასაც ღებულო ჭამთ, ხო? ისე აი თვალის საკვები რა არის? და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. აი ჩვენ ამ მეასე ფსალმოს ძალიან ბევრი ადამიანი ჟუმს საერთოდ მართლმადიდებლობის პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი მორწმუნეები დახვეწილა ძალიან კითხულობენ სწრაფად და ნახეთ რა არის. რას აქვს? არა დავიდებ წინაშე თვალთა ჩემთა საქმე უსჯულოი და მყოფელნი გარდასვლისანი მოვიძულენ. ანუ მე ჩემ თვალის წინ ცუც არ იმას ვიზებ, იმიტომ რომ თუ მე იმ ცუც უყურებ, მეც ცუდი ვხდები. ხო. არა შემომეყო მე დკუი გული. ხო, მე კიდე რას ამბობს? რომელი თქვენ იდუმალ მოყვასისა თვისისა ძვირსა არა წარსდებნი. რომელი ამპარტავან იყო, ნახე, რომელი ამპარტავან იყო თვალთა და უძღებ გულთა, მისთან არა ვჭამი. ანუ ცუდ ადამიანთან საჭმელათაც არ დავჯდები, იმიტომ რომ მისგან არ გადამ. და ნახე რას ამბობს? თვალნი ჩემნი სარწმუნოთა ზედა ქვეყანისათა, რაითა დასწენ იგინი ჩემთანა, რომელნი ვიდოდა გზასა უბიტოსა, ესე მსახურებდა მე. ხო, და მე ხო მაპატიეთ, მან იმაზე არის, რომ ცუდზე, ცოდვილზე კი არ არის, ღვთისგმობელთან არ უნდა დაჭდე რა, ხო? ანუ ცოდვილზე არ არის. ხო, ესე იგი, ანუ რა ხდება? შენ უნდა სულ ხედავდე კეთილს, სიკეთეს, რომ შენს გახდე კეთილი. თქვენ იცით ეს სასწაული ისტორია ლეონარდო და ვინჩიზე? იცით, არიცით? კი, არა, რომელზე ყვებით არ ვიცი. საიდუმლო სერობა რო დახატა მაგათ. ხო, კი, ეს ნობილი. ხო, ძალიან დიდ რანს ხატავდა. და ნუ დაიწყო ქრისტეს იმით დახატვა და მოძებნა შედი პიედრო ბალდინი იყო ძალიან ლამაზი ახალგაზრდა, რომელიც აიღო პროტოტიპად და დახატა პირველი ქრისტე. და აი ამ ხატს ძალიან დიდ ხანს ხატავდა, წერდა თითქმის 10 წელიწადი. და ყველანი რო დახატა, ბოლოს უნდა დაეხატა იუდა. ხო და ეხლა ეძებდა ასეთ საზიზღარ პერსონაჟს იუდას და ეძებდა მერმოთა უცბად შეხვდა ვიღაცა ისეთი საზიზღარი პერსონაჟი და უთხარ შეუნდა დაგხატო. ხო, შეუნდა ხატო და მოიყვანა თავისთან და რო დაიწყო ხატვა, მაინც ხატვარია დამობს. მე თქვენ საიდანღაცო გიცნობთო? იმან უთხრა. იმან რა ქვია? ლეონარდო და ვინჩიმო. კიო მეცო გიცნობ თქვენო? 10 წლის წინო მე აქ ვიყავი და თქვენ ჩემგან ქრისტე დახატეთო. კარგი რა, ესე შეიცვალა. ესე დაეცა. ხედავთ და გაგიშთა, ესე იგი ლეონარდო და ვინჩი პირველ რო ეძებდა დიდხანს და ნახა ადამიანი რომელისგანაც დახატა ქრისტე 10 წლის შემდეგ ესე იგი ადამიანი ხატავდა იუდას. აი ის ადამიანი ხედავთ იმდენად დაეცა რომ თავიდან ლეონარდო და ვინჩი ვერც იცნო, ხო? წარმოგიდგენთ ეხლა ეს კაცი იჯდა რამდენიმე დღე და ეხლა მხატვრის თვალი, ხო? და მისგან დახატა ქრისტე. აუ რასაოცარ რაღაცას ამბობთ, მამა, ცხოვრებისეულს რა. ხო. მართლა ეგრეა, რომ შეიძლება ისე თავიდან ბავშვი რო იბადება, მართლა როგორი წმინდა და მე რას უემსგავსები, რას სწორ საუბრობთ, მამა, მართალი ვიძანე. აი ეს თითქოს ერთი რაღაცა უბრალო მომენტია, მაგრამ ძალიან ბრალიანი და სწორი შედარებაა, მამა. კი, და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რას უყურებთ. ჩვენი თვალი რით იკვებება, რა ფასეულობით ვიკვებებით და საქმე იმაში არის, რომ ეხლა აი როცა ჩვენ საუბრობთ, ჩვენ უნდა გავხდეთ ქრისტეს მსგავს, ხო? ქრისტეს ნაირები გავხდეთ. ხა შეიძლება ეს ადამიანები, ხა დღეს ვინც გვისმენთ, გვეტყვენ აი დღეს, ეხლა აი ამ გაჭირვებაში, აი ამდენ იმაში, ამდენ ძიმე რუტინაში, ყოფაში, ეხლა აი მე უნდა გავხდე ქრისტე როგორ? ამ დროს ნახეთ რა ხდება? ჩვენ ძველი აღთქმიდან რა ვიცით? ღმერთმა როცა შექმნა ადამიანი, რა წერია, რომ ის შექმნა ხატება და მსგავსებათვისაც. გასაგებია, ღმერთს არ აქვს სხეული, მაგრამ ხატება და მსგავსება ეს არის თვისებები. ანუ ის რომ ადამიანს აქვს დაუშვათ სიყვარულის უნარი.
და სიყვარულის უნარი ეს ისეთი ძლიერი ცნება, რომელიც ადამიანში ჩადებული აქვს. შეიძლება ცუდ ადამიანსაც ჰქონდეს სიყვარულის უნარი, ხო? და აი არის რაღაც რამდენი ნაწარმოები, რომ ძალიან ბოროტი ადამიანი არის. მაგრამ ყავს პატარა შვილი გოგონა და ის როგორ უყვარს. ან ვიღაც თავისი ცხოველი. ხო, ანუ იმ ცუდ ადამიანშიც კი, იმიტომ რომ ღმერთის ხატება და მსგავსება აღმოუფხრელი არის. კი, იცით რა ხდება? ვერ გაანადგურებ, რაც არ უნდა დემონმა შეგიპყროს, რაც უნდა შეიძლება მკითხავი, ყველაფერი გახდე, მაგრამ ამას ვერ იმას. აი, ლონდონში არის ასეთი მუზეუმი. ეს არის და იმ მუზეუმში მე ვნახე აგური. რომელიც წერია, რომ ის არის ბაბილონის დროინდელი აგური არის. კედლიდან. ხო. და თან მაგრამ მასზე არის მეფის ბეჭდის ანაბეჭდი. ანუ მეფეებს უნდა თავისი უკვდაველყოფა თავისი სახელის და ამიტომ რაღაცას რო აშენებდნენ, ებიდოდნენ და აი როცა ჩამოასხავდნენ იმ აგურს, ხო? ის ბეჭედს დაარტყავდა და მეფის ბეჭედი არის. მაგრამ რა არის საინტერესო? აი მეფის ბეჭედზე მერი არის ძაღლის ნაკვალევი. ანუ მეფემ რო ეს თავისი ბეჭედი რო დაარტყა, მერე ეს აგური ხო დადეს ბზეზე რო გამშრალიყო და ვიღაცა ძაღლმა გაიარა და თავისი ნაკვალევი დატოვა. აი ასევე არის ადამიანი. ჩვენზე არის ღვთის ბეჭედი, მაგრამ ცოდვამ გადაიარა ჩვენზე და როგორ ძაღლის ნაკვალევი, ცოდვის ნაკვალევი არის ჩვენზე. აუ, სწორს ვამბობთ, ხო, მაგრამ აი ეს ბეჭედი მაინც არის, ის ბეჭედი აღმოუფხრელი. ხო. და ამიტომ ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ აი ძაღლის ნაკვალევზე არის, ხო? სწორი ბრძანდება. აი ცოდვამ გადაიარა ჩვენზე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ხატება და მსგავსება. და ამიტომ არის მოთხოვნა, რომ ჩვენ უნდა დავემსგავსოთ ქრისტეს. და მამაო, ძალიან დიდი ბოდიში და აი ყველა ჩვენ ხედვაზეც მინდა რომ გავამახვილო ყურადღება თუ შეიძლება რომ აი უკანასკნელ ადამიანში, ვინც აი მართლა შეიძლება იუდა, შეიძლება რაღაცა, აი ღმერთს ძალიან დიდი ენერგია აქვს ჩადებული, რომ ის ისეთი ცუდი არ ყოფილიყო, იმას რაღაცა გამართლებოდა რაღაცა, მაგრამ ნუ არ გამართლა რაღაცა არ აყვა ამ ყველაფერს და ჩვენ როგორ უნდა შევიცოდოთ, მამაო, იმიტომ რომ ხშირად ხდება რომ მამაო უვლიან ესეთ ადამიანს და ცოდვა ადამიანს. კი, რა თქმა უნდა, ბოლო მომენტამდე ისე ვამბობ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩვენ არ უნდა გადავდოთ ეს, თუ ეს ძალიან სპეკულაციური მომენტია, რომ აი ბოლო მომენტში გამოვსწორდები. მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ველოდოთ, იმიტომ რომ მოდით ასე ვთქვა რა, აი იგივე ეს ორი ავაზაკი რომელიც იყო, ხო? ერთმა და სხვათა შორის ამ ავაზაკში არის სიმბოლო მთელი კაცობრიობის. აი როგორც ორი ავაზაკი გაიღო, ერთი ავაზაკი რომელმაც აძაგებდა და აი ეს ადამიანები რომელებიც ამბობენ თუ ღმერთი არსებობს, ხო თქვა რომ თუ ხარ გადმოდი იმიდან ძელიდან ჩვენს გადაგვარჩინე, ხო? და იგივე ახლა დღეს ძალიან ბევრი ათეისტი და ღვთისმგმობელი ამბობს აი ღმერთი რო არსებობდეს ახლა ამდენი აფრიკაში ამდენი ბავშვი შიმშილით არ მოკვდებოდა, ამდენი ბოროტება არ იქნებოდა, ამდენი დაავადებიდან პატარა ბავშვი არ მოკვდებოდა, ხო? აი ეს არის სიმბოლურად ის ავაზაკი. და მეორე ავაზაკი, რომელიც ამბობს მომიხსენე მეუფალო სასუფეველსა შენსა. და ამასთან დაკავშირებით რატო აი მე სხვათა შორის ძალიან ხშირად აქ როცა მოვდივარ საუბრობ რომ სირთულეებზე, ხო? მე მგონი ყველა გადაცემაში მე ვსაუბრობ იმ სირთულეებზე, რომლის გამო ჩვენ წუწუნებთ ღმერთთან და ხანდისხან ბევრი ადამიანი გზნობამდეც მივდივართ. ხო, ნუ ჩვენ მადლობა მე და თქვენ არა, მაგრამ ზოგიერთები და მაგრამ მე ვცდილობ რომ აუხსნა რომ ეს სირთულეები ჩვენ სასიკეთოდ არის, ჩვენ რო გავიზარდოთ. და ამასთან დაკავშირებით მე მინდა მოგიყვეთ ერთი სოციალური ექსპერიმენტზე, რომლითაც აი მე რა თქმა უნდა მე ახლა ძალიან შორს ვარ რომ ახლა ეს ერთი რაღაცა ექსპერიმენტი გავხადო მთელი ჩვენი ცხოვრების რაღაცა გზამკვლევარად ისავქნა. მაგრამ რა ხდება იცით ამ სამყაროში ღმერთმა ყველაფერი რაც შექმნა ჩვენთვის
ჩვენი ჭკუის სასწავლებლად, ჩვენ რომ უნდა ყველაფერი გამოვიყენოთ. ანუ წარმოიდგინეთ რამდენიმე საუკუნის წინ აი ეს მთელი მენდელეევის ტაბულა, ხო? რომელიც არსებობდა, მაშინ კაცობრიობა ვერც ერთადერთი რკინას ვიყენებდით, ხო? კიდეც ნავთობი ენახათ, ხო? ან რაღაცას ნავთობს ეტყოდნენ, რაღაცა მყრალი რაღაც ის არის, დაისვრებოდნენ და ღმერთმა რიცი შექმნა. ანუ ამ დედამიწაზე თუ რაიმე ელემენტი არსებობს, რაიმე მოვლენა არსებობს, თუ ერთი ფოთოლი არსებობს, თუ ერთი ცხოველი არსებობს, ის არის ყველაფერი ჩვენ ჭკუის სასწავლებელი არის. და აქედან გამომდინარე, მინდა მოგიყვეთ, ცოტა არ გაგიკვირდეთ, ძალიან ისეთი ისტორია რომელიც 56 წელს ჯონ ბი კელხაუნმა ჩაატარა ექსპერიმენტები თაგვების შესახებ. ხო, ის იყო, ესე იგი, სინამდვილეში ის იყო სოციოლოგი და მას ცოტა სოციოლოგიური საკითხები აინტერესებდა თუ რა მოხდება თუ როცა გადაჭარბება მოხდება მოსახლეობის პლანეტაზე, ანუ რა შედეგები მოყვება და როგორი ქცევები იქნება ერთმანეთში. ეს აინტერესებდა ჯერ კიდევ 56 წელს წარმოიდგინეთ ამ პრობლემებად ისაკდა დაინტერესდა. მაგრამ თანდათანობით, მაგრამ ვერ მიიყვანა ბოლომდე, იმიტომ რომ ის არ იყო ზოოლოგი და არ ქონდა ბაზა. მაგრამ ეს ექსპერიმენტები იმდენად საინტერესო გახდა, რომ მას იქ მის ლაბორატორიაში გამოყვეს ძალიან დიდი ტერიტორია, სადაც მან შექმნა ეგრეთ წოდებული თაგვების სამოთხე. ანუ შექმნა რაღაც დიდი რეზერვუარი, სადაც იყო არენა, სადაც თაგვებს შეეძლოთ რომ ერბინათ, საჭმელი ყველა პირობა ჰქონდათ, ყველა უზრუნველყოფილი, ესე იგი და იმდენი ბუდე გაუკეთა, სადაც 6000 თაგვი შეიძლება დასახლებულიყო. და რა ქნას, ისე იგი და ჰქონდათ იდეალური კვება, იდეალური ტემპერატურა, იმას ამ ბუნკერს ასუფთავებდნენ. ანუ ამ თაგვებს პრობლემა საერთოდ არ ქონდა. არაფერზე ფიქრი, ზრუნვა, არაფერი. დარდი არა, არაფერი. და ამას რა მოყვა მამაო? თუ და ესე იგი ამას ჯერ მოყვა, რომ ყოველ 55 დღეში ისინი ორმაგდებოდა მათი რაოდენობა. მერე 600 რო გადააჭარბეს, ყოველ 160 დღეში გაორმაგდა მათი რაოდენობა. მაგრამ როცა მივიდნენ 2000 ვირთხამდე კოლხონმა ჯონმა გადაირია ისეთი უცნაური რაღაცა დაინახა. მან დაინახა, რომ თაგვებმა დაკარგეს თავისი ინსტინქტები. და რატო არის საინტერესო თაგვი? თაგვი საერთოდ ძალიან ძლიერი არსება არის და ძალიან ამტანი არის და ყველა მძიმე პირობებს იტანს. და მრავლდება. და მაინც მრავლდება და მე მინდა გითხრათ, რომ ჩერნობილში იქ სადაც არის ყველაზე მძიმე ზონა არის, იქაც რო შედიან ვირთხები თაგვები რამდენიც გინდა, კარგად მშვენივრად ცხოვრობენ. და აქ იდეალურ პირობებში, როცა 2000-მდე მივიდნენ, უცბად გაირკვა, რომ მამრობითი სქესის თაგვებმა უარი თქვეს დედლებთან შეწყვილებაზე და აღარ მრავლდებოდნენ ის. და ნახეთ როგორც ცხოვრებას ისაკეთებს. მე მგონი ახლა საერთოდ მოგიყვებით ჩვენ მოსახლეობას რაღაცა ძალიან ნაცნობი სურათს დაინახავენ ირგვლივ რასაც ხედავენ. ესე იგი ამ მამრობითი სქესის თაგვებმა შეწყვიტეს ესე იგი ზრუნვა დედლებზე, გამრავლება, ძალიან დიდხანს ეძინათ, ჭამდნენ და მერე თუ ჭამის და ძილს შორის კიდე საკუთარ ბეწვს ასუფთავებდნენ და კოლხონმა ესენი დაარქვა პირობითად ლამაზმანი თაგვები. და მთლიანად უარი თქვეს თავის მოვალეობაზე. ამასობაში დედლებმა რომ დაკარგეს ბუნებრივი დაცვა და მამლებისგან, ისინი გახდნენ ძალიან აგრესიულები. და ცოტა ხანში საერთოდ დაიწყეს თავისი შთამომავლობის შეჭმა. ხო, განადგურება, ჭამდნენ, ჯერ ის იმშობიარებდნენ და მერე ჭამდნენ. და თანდათანობით დაიწყო რეგრესი იმ კოლონიაში 2000-მდე ნელ-ნელა შემცირდა და 68 წელს იყო დაწყებული ეს ექსპერიმენტი და 72 წელს უკვე როცა შეწყვიტა ეს ექსპერიმენტი, როცა 122 თაგვი დარჩა, მაგრამ ამ 122 თაგვიდან არც ერთს უკვე აღარ ქონდა რეპროდუქტიული პერიოდი.
და ყველაზე საინტერესოა კიდე ის გამომჩნევა, რომ შუა ექსპერიმენტის დროს აი ეს ლამაზმანი მამრობითი სქესის უსაქფური თაგვები გამოიყვანა, იფიქრა რომ იყვება შეიძლება იქ არის რამე ისეთი განსაკუთრებული სიტუაცია და წაიყვანა და სხვა ვივარიუმში ჩასვა ჩვეულებრივ სხვა თაგვებთან. მაგრამ იქაც არაფერი არ შეიცვალა და ისინი უარი თქვეს აი ამ გამრავლებაზე და თავის ფუნქციის შესრულებაზე. და აი ეს ყველაფერი, ხო? მოხდა ძალიან კაი პირობების გამო. ანუ როცა ამათმა დაკარგეს ეს თავისი ფუნქცია, უარი თქვეს გამრავლებაზე და მე მგონი დღეს აი ახლა ის რაც მან გააკეთა კოლხოუნმა, ხა მე მაინც არ მინდა ძალიან, იმიტომ რომ შეიძლება მაინც კოლხოუნი არ იყო თვითონ ზოოლოგი, შეიძლება რაღაც შეცდომები დაუშვა იმ კოლონიის იმაში, იმიტომ რომ არ იყო ამეთი სპეციალისტი. არა, ფაქტია, მაგრამ კაი პირობებში ადამიანი უკვე ეშვება. და ამიტომ ახლა დღეს ჩვენ შეგვიძლია დავფიქრდეთ იმაზე, რატო გაქრენ მაიასტომები, რატო გაქრენ შუმერები და რა ხდება დღეს? დღეს ჩვენ ვიცით, აი ვინ საქმის ყურშია ევროპაში, უკვე ძალიან ბევრი ახალგაზრდები და უკვე საკმაოდ ასაკიანებიც, რომლებიც უარსაბობენ ქორწინებაზე. საერთოდ მამაო თან ქრისტიანებზე გვაქვს ლაპარაკი. მინდა რომ ხაზი გაუსვა. მუსლიმებზე და სხვა იმაზე არ ქრისტიანული ისინი მრავლდებიან, ეხ დააკვირდით უბრალოდ ქრისტიანული სამყარო. უბრალოდ რა გველის წინ, უბრალოდ რო ნახოთ. ქრისტიანული სამყარო დღეს უკვე უარსაბობს. ეგრეთ წოდებული ბჭყალებს, როგორ შეიძლება იმაზე. მამაკაცებმა უარი თქვეს თავის კაცურ პრინციპებზე. ამის გამო ქალები გახდნენ უფრო აგრესიულები. დღეს როცა შეხედავ ქალს, რომელიც იცით, საერთოდ ყველაზე ესეთი მეომარი ტომები არიან ზულუსელები აფრიკაში და ტუარეგები. და ესენი საომრად რო ემზადებიან, სპეციალურად რაღაც ნაკოლკებს დაიხატავენ და დღეს ქალები, ზოგიერთ ქალს რო შეხედავ, აი ესე ნაკოლკებ დახატული ქალი, რაღაცა რკინები გარჯობილი კიდე ტუჩებში, ცხვირში და ეს მათი აგრესიის გამო და უყურებ მაგას და მე პირადად ფიქრობ, აი ბავშვობაში მე რო მაგ ნაკითხი, წაკითხული მაგ აი ზულუსებზე, ხო, ზულუს ტომებზე და სურათებიც მაგ რაღაცა, ფიქრობ ეს არის ოღონდ მამაკაცი ზულუს მეომარი, ქალის სახით დღეს გამოცხადებული უკვე. ჩვენ და სამწუხაროდ მართლა. და მამაკაცები გადაძლდნენ, ხო? და აი ეს მოხდა, ეს ძალიან ცუდი ის მოხდა. და დღეს სამწუხაროდ ჩვენ ვართ აი ესეთ დემოგრაფიულ კრიზისში. და აი ამ კრიზისზე დაუშვათ ჩვენ გავიგეთ ჯერ კიდე 68 წელს, როცა კოლხოუნმა გააკეთა. ანუ რა ხდება, იცით? ძალიან სასათფურე პირობებიც არ ვარ ადამიანისთვის. ადამიანი რომ უნდა იყოს ძლიერი, მას სჭირდება რომ ის უნდა იყოს ცოტა ბრძოლაში უნდა იყოს, ბრძოლის უნარიანობა. თქვენ იცით რომ აი მე ახლა ამას ანადრე მქონდა, ახლა ზოოლოგია ჩემი ის იყო ეს ძაღლი, რომელიც უნდა გამოვიდეს აი ავჩარკა სამსახურის ძაღლი. მის კატეგორიულად არ შეიძლება რომ რაღაცა სუპებით და ნაკვები რო იყოს, კვებო. აუცილებლად უნდა ძვლებს ღრნიდეს. იმიტომ რომ თუ არა და მე მისი ტუჩები ის ზაღ რომელიც ძვალს ღრნის, მისი ტუჩები არის დამუშავებული და ძალიან მაგარი და მკვრივი. იმიტომ რომ მე ჩხუბის დროს თუ ვიღაცა უნდა დაიჭიროს ან რაღაცა, ხო? ეს სუსტი ტუჩები იმ ტუჩში დასხდება და სისხლად წამოვა ეს ყველაფერი. ანუ უნდა ძვალს უნდა ჭამდეს ძაღლი. და ჩვენ როგორ ვიყავ ცა და იმას რომ რაღაცა იმას პედეგრის დაუყრით და სუპებს რო დაუყრით, არა, მთელი აი ეს ტუჩები უბრალოდ უნდა ღრნიდეს ნამდვილ ძვალს. ხო, ნუ მოსამსახურე ძაღლი, ახლა პატარა პიკინესი თუ არის, ახლა მასთან პრეტენზიები არ მაქვს. აი ესევე ადამიანი. აი ადამიანი როცა კარგას ფუნქციას, ხო? ხდება აი ის რაც დაემართა იმ თაგვებს. და აქედან გამომდინარე დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძალიან რთულ სიტუაციაში. აი დღეს როცა საქართველოში შემოასახლეს ძალიან არატრადიციული ჩვენთვის უცხო ტომელები, ხო? ამასთან დაკავშირებით ისე მინდა ზოოლოგიას დაუბრუნდეთ და გავიხსენო, ასეთი მაგალითები ბევრია, მაგრამ ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც მოხდა 70-იან წლებში იაპონიაში. იაპონიაში ერთ-ერთ კუნძულზე
იქ იაპონია თქვენ იცით კუნძულებიდან შედგება ერთ-ერთ კუნძულზე. დრო არ არის სამწუხაროდ ჩვენ. ხო, ერთ-ერთ კუნძულს სწრაფად მოგიყვებით, ერთ-ერთ კუნძულზე ძალიან ბევრი გველები იყვნენ. და გადაწყვიტეს ბიოლოგიური ბრძოლა მათთან და შეიყვანეს 30 წყვილი მანგუსტი. რომ ის დაეჭირათ ის გველები. მაგრამ აღმოჩნდა რომ ადგილობრივი გველი არის ღამე, ღამეთაკიური მანგუსტი არის დღისით აქტიური და ეს გველები და მანგუსტები ვერ ხდებოდნენ, ანუ ამოცანა ვერ შესრულდა, ის კეთილშობილი ამოცანა, მაგრამ რა მოხდა? ამ მანგუსტები ძალიან კაი მებრძოლები არიან და დაერენ ადგილობრივ ფაუნას, რომელსაც არ ჰქონდა იმუნიტეტი ამ მანგუსტებისგან, იმიტომ რომ მათ ასეთი ტრადიციული მტერი არ ყავდათ. და გაანადგურეს მთელი ადგილობრივი ფაუნა და იქ თურმე ცხოვრობდა ძალიან იშვიათი ჯიშის კურდღელი, რომელიც მთელ პლანეტაზე მარტო იმ კუნძულზე ბინადრობს. და ეს მოყნენ ესენი. პირდაპირ გაანადგურეს, იმიტომ რომ მათ არ ყავდათ მტერი ასეთი სახის მტერი და ამიტომ ეს არის. და მერე მოუწია იაპონელებს მთელი ბრიგადები შექმნეს მონადირების, რომლებაც ამ კუნძულზე 4000 აი ეს მანგუსტი მოკლეს იმისთვის, რომ გადაერჩინათ ისევ აი ეს ადგილობრივი იშვიათი. ამიტომ როცა შენ შემოყავს რაღაცა უცხო ტომი, უცხო ჯიში, შეიძლება ის გახდეს მერე დომინანტი, ეს ძალიან ადგილობრივი ხო, ადგილობრივი, იოლად ანადგურებს ადგილობრივს. და ჩვენ მამა, აი ქართველი რომ აღარ იქნება და შემოდის რაღაცა სხვა ისა. იმიტომ რომ დღეს საქართველოში გამრავლების უნარიანობა ძალიან დაცემული არის. პატრიარქის ცდელობით კიდე პატრიარქმა რაღაცად გადაარჩინა ეს სიტუაცია, იმიტომ რომ თქვა მესამე ბავშვის ნათლია მე ვიქნები და სხვათა შორის მე იმის მოწმე ვარ, რომ საქართველოში ბევრი მესამე ბავშვი გაჩნდა და ბევრმა მითხრა მე იმიტომ გავაჩინე რომ პატრიარქს მოენათლა და თქვენ წარმოიდგინეთ. მაგრამ დღეს ისევ ეს შენელდა ეს ყველაფერი და აი ეს ტომები რომლებიც მოდიან, იმიტომ რომ ისევ ამბობ, ესე იგი 30 იმიდან, ხო, მანგუსტიდან ერთ წელიწადში, ორ წელიწადში 4000 მანგუსტი გახდა. ხო და ამიტომ ეს ყოველთვის როცა უცხო რაღაცა შემოდის ორგანიზმი იმ ტერიტორიაზე, სადაც მას არ ყავს ბუნებრივი მტერი, ხო, ის სხვანაირად და პირიქით ანადგურებს ადგილობრივს. და ჩვენი მასშტაბისას, მამო, 3 მილიონი. სხვათა შორის იგივე ახლა მე იაპონიაში მოგიყვეთ, იგივე ჩვენ ვიცით ავსტრალიაში მოხდა ის უფრო დიდი მასშტაბებით, რო დღეს ამის დრო არ არის, მაგრამ ჩვენ ამაზე კიდე ვისაუბრებთ და ძალიან დიდი საფრთხეა სხვათა შორის გავამახვილოთ, ამაზე უნდა ყურადღება გას. თან რაღაცა ტურისტებიც აი რაღაც აზიური მხარე შემოდის, რომელიც აი რელიგიურად ჩვენ საერთოდ ჩვენთან და რაც თავარი ისინი აგრომრავდებიან ბავშვი, რომელიც აქ იბადება და მასო დაუწერენ, რომ დაბადებულია საქართველოში, მორჩა. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა და თან რა არის, იცით რომ აი ადამიანი ხო ჩვენ მაგალითად ვართ ხოლმე და სამწუხაროდ ჩვენ რო ჩავდივარ სადღაც ჩვენი რელიგია ისე არ ჩავგვაქვს, მაგრამ ისინი ჩამოდიან თავის წესებით, რელიგიით და ძალიან ბევრი შემაწუხებელი რამე და ეს მე ვიცი მოითხოვეს რამდენიმე მეჩეთის აშენება. კი, წარმოიდგინეთ და შეიძლება ეს აუცილებლად ამას უნდა აუცილებლად წინ უნდა დაუდგეს რაღაცა ძალა, თორე აუცილებლად რამოდენიმე დროის შემდეგ პრობლემური გახდება. ეს დიდ პრობლემად იქცევა რა და მე კიდე ქართველი გამოვა და აქაური მცხოვრები გამოვა, ცუდი ადამიანი და ქრისტიანები ვიქნებით ცუდები და არ შეიძლება ეგედან უნდა თავარი ჩვენ ველოსიპედს არ ვიგონებ, ჩვენ უკვე აი ამ ექსპერიმენტებით გვაქვს მაგალითები, როგორ არის საშიში, როცა უცხო რაღაც სხეული შემოდის და ანადგურებს ადგილობრივს. ძალიან დიდი მადლობა, მადლობას გიხდით. ქართული ანდაზარი სხვათა შორის გარეული მოვიდა, შინაური გააკეთა. ზუსტად, აი ზუსტად ეგრე. ჩვენ როდის თქვით და ეს წინადადება დღეს სრულდება. ძალიან დიდი მადლობა, მამაო. სხვათა შორის აი ძალიან ცუდია, რომ აღმაშენებლის ქუჩა, დავით აღმაშენებელი, რასაც ებრძოდა, მთელი ცხოვრება იქ დასახდება, ის და მაიც აი წარმოიდგინეთ, სასაცილო არ არის, სატირალი რო არ იყოს და ნუ მსგავსი რაღაცები ძალიან ცუდი არის და ხვალ მამა ანტონ გულიაშვილის ფილმი გავა 8 20 წუთზე.
ძალიან კარგი ფილმი, რომელიც აი რა ბედნიერი ვარ, რომ ეს ფილმი მე გადავიღე და აუცილებლად მის ხსოვნას ეძღვნება, იმიტომ რომ მისი ძალიან ბევრი წელი გავიდა და არავის არ ახსოვს სამწუხაროდ, გარდა ვიწრო წრისა ესე ჩვენი ეკლესიისა და მინდა რომ აუცილებლად ნახოთ ყველამ და ხვალ გავა ჩემი გადაცემის ადგილას, იგივე ჩემი გადაცემა, როგორც მამა ანტო გულიაშვილის ფილმი აუცილებლად თუ შეიძლება თან რომ მოიხსენიოთ ეს ადამიანი გარდაცვლილია უდიდესი ჩვენი მოღვაწი ჩვენი ეკლესიისა. კარგად ზანდებოდეთ, პატიმრებს კიდე განსაკუთრებით მოგიხსენიებ და იმ ადამიანებს, ვისაც რა ვიცი, გიყვართ თქვენი სამშობლო და ვისაც გიჭირთ დღეს რა რაღაცა პრობლემები გაქვთ ჩვენი ისევ ჩვენი ყოფის და გამო. ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერ კარგს, მე გემშვიდობებით, მე გახდით გიორგი დარსელია. მამა გიორგი ჩაჩავა გახდა ჩვენი სტუმარი, ყველა დროს გადავაჭარბეთ სამწუხაროდ. მადლობას გიხდით მამა მობრძანებისათვის და კვირა საღამოს ეს გადაცემები განმეორდება. გაუძელით აუცილებლად ამ ძიმე ცხოვრებას აუცილებლად წინ ძალიან დიდი ზეცაგველის და დიდი ჯილდოგველის ყველას აბსოლუტურად იცი. გულს ნუ გავინტეხავთ, იმიტომ რომ რთულ ცხოვრებაში ადამიანი იწყდება და უფრო ძლიერები ხდებით. აუცილებლად მოვეშვებით. ის რაც ჩვენ არ კლავს, ის ჩვენ გვაძლიერებს. დიდი მადლობა. მართალი ბრძანდებით მართლა. კარგად ზანდებოდეთ, დიდი მადლობა ყველას, ყველა რაღაცნაირად ძალიან გეფერებით აქედან. კარგად ზანდებოდეთ დროებით.